გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C#-ის YouTube არხი და ეგეთ თემა მომივიდა რომ გავაკეთო პლეილისტი, სადაც ჩავყრი ისეთ თემებს, რომლებიც ყველაზე ხშირად შემოხვედრია გასაუბრებებზე .NET-ის მიმართულებით. საბოლოო ჯამში ჩემთვისაც კაი იქნება, იმიტომ რომ როცა გადავწყვიტე ხოლმე რომ მოვემზადო გასაუბრებისთვის, ერთ ადგილზე მექნება თავმოყრილი ყველა ეგეთ თემა და უცებ გადავავლებ ხოლმე თვალს. პირველი ვიდეორით მინდა რომ დავიწყო ეგ არის dependency injection-ი და მისი lifetime-ების scope-ები და რატო ეხა დაახლოებით 5 წლიანი გამოცდილება მაქვს .NET-ში და 50 ტექნიკურ გასაუბრებაზე მაინც ვიქნები ნამყოფი და ერთი გასაუბრებაც არ ყოფილა ისეთი, სადაც ეს თემა არ გამგიხილია და არ უკითხავთ. მოკლედ, როგორც ვიცით, არსებობს 3 lifetime scope-ი, რითიც შეგვიძლია ჩვენი სერვისი ჩავაინჯექტოთ კლასში. ეგ არის singleton-ი, transient-ი და scoped-ი და ამ ვიდეოში უცებ განვიხილავ მარტივი მაგალითებით გაჩვენებთ რა განსხვავებაა მათ შორის რა. მოდი ჯერ გავაკეთოთ რამე სერვისი. იყოს რაღაც ID generator იყოს. ეს იყოს ინტერფეისი. და ამას კონდეს ერთი property ID. ესეთი არ გვინდა აქ. და გავაკეთოთ ამ ინტერფეისის იმპლემენტაცია. generator. ეს იმპლემენტაციას გავუკეთებს ID generators. და შემდეგ ეს შეგვიძლია ჩავაინჯექტოთ ჩვენს კონტროლერში. generator generate constructor-დან მივიღებთ ამას და მივიღოთ ორი ცალი ეგეთი, ორი სერვისი. ესეც გვექნება 1 და 2, 1 იქნება 1 და 2 იქნება 2. ესე. ესე ვაინჯექტებთ ზოგადად ჩვენს .NET აპლიკაციაში სერვისებს და შემდეგ პროგრამაში ვაკონფიგურირებთ როგორ გვინდა რომ რა lifetime-ით გვინდა რომ ეგ სერვისები მოგვეწოდებოდეს. DI კონტეინერისგან. add singleton ID generator არის კიდე add scoped და add transient. დავიწყოთ ეს ორი დავაკომენტაროთ. დავიწყოთ singleton-დან. რა ხდება, როცა ჩვენი სერვისი singleton-ად არის ჩაინჯექტებული აპლიკაციაში. მოდი ჯერ იმპლემენტაცია დავწეროთ ამის. ეს იყოს new GUID. კი ბატონო. არაფერს არ აკეთებს dits, როგორც ხედავთ, ეს კლასი უბრალოდ ID properties აიმპლემენტირებს და ანიჭებს ახალ GUID-ს. ეხლა რას ნიშნავს, როცა ჩვენ singleton-ად გვაქვს ჩაინჯექტებული ეს სერვისი. ეს ნიშნავს იმას, რომ ID გენერატორის მხოლოდ ერთი კლასი შეიქმნება მთელი ჩვენი აპლიკაციის lifetime-ის განმავლობაში. სანამ გაშვებული არის ჩვენი აპლიკაცია, მხოლოდ ერთი ინსტანსი იქნება შექმნილი ამ კლასის. სანამ არ გავთიშავთ აპლიკაციას და IIS-დან გადავტვირთავთ ან რამე ეგეც ვიზამთ რა. და რაც რა შედეგი გვექნება ეხლა ამის მიხედვით, რომ ერთი ID generator კლასი იქნება მარტო შექმნილი მთელი აპლიკაციის ხანგრძლივობის განმავლობაში. დავაბრუნოთ აქედან ჩვენ რაღაც ანონიმური ობიექტი. ID 1 იყოს ID პირველი გენერატორიდან მიღებული ID. პატიეთ. და ID 2 იყოს ID.
всё. გავუშვათ ახლა ჩვენ ეს აპლიკაცია. და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რადგან ID generator კლასი მხოლოდ ერთხელ შეიქმნება ჩვენს აპლიკაციაში, წესით ID უნდა დაბრუნოს ამან ერთნაირი ყოველთვის. როგორც ხედავთ, რამდენი request-ს უნდა გავაკეთოთ, ID 1 და ID 2 არის ერთი და იგივე guide. რამდენჯერაც არ უნდა გამოვიძახოთ. ეგ არის singleton. ანუ singleton-ის განმავლობაში ობიექტი ერთხელ შეიქმნება და всё, იმის უკვე დაგენერირებული ეს guide, ანუ ეს აღარ ეშვება რა. ეს ერთადერთხელ გაეშვება, როცა პირველად ჩაინჯექტა ჩვენი შეიქმნა ეს ობიექტი და მის მერე ეს აღარ გამოიძახება, იმიტომ რომ ეს ID-ს მიენიჭა ერთხელ და всё. ეგ იქნება მთელი აპლიკაციის lifetime-ის განმავლობაში. ეხლა განვიხილოთ scope-ი. რა მოხდება ახლა scope-ის შემთხვევაში? Scope-ის შემთხვევაში ერთ request-ზე ეს ID დააგენერირებს ერთი და იგივე ID გენერატორი დააგენერირებს ერთ და იგივე ID-ს, მაგრამ ყოველ მომდენო request-ზე შეიქმნება ახალი ობიექტი. ანუ პირველი request-ის ფარგლებში ეს ორი ID ერთნაირი იქნება, ხოლო მეორე request-ზე ახლები დაგენერირდება. ნახოთ. ხედავთ, რომ ერთნაირები არის. ახალ request თუ გავუშვებთ, ისევ ერთნაირებია, მაგრამ წინასგან განსხვავებული. ეგ არის scope-ი. ანუ scope-ის შემთხვევაში ყოველ ახალ request-ზე იქნება ახალი ობიექტი. მაგრამ მე აქ ორჯერ მაქვს ჩაინჯექტებული, მაგრამ ეს ერთი request-ის scope-ი რადგანაც არის, ერთი ობიექტია, მაინც ორივე და ორივე ობიექტი აგენერირებს ერთ ID-ს და შემდეგ request-ზე უკვე ახალი ობიექტი იქნება ორივეს. და ბოლოს განვიხილოთ transient-ი. რა ხდება transient-ის შემთხვევაში? Transient-ის შემთხვევაში ყოველ მოთხოვნაზე, ყოველი სერვისის მოთხოვნაზე იქნება ახალი ობიექტი. ანუ transient-ის შემთხვევაში ესეც სხვა ობიექტია და ესეც სხვა ობიექტია. და შესაბამისად ყოველი ახალი ID იქნება განსხვავებული. request-ის ფარგლებშიც და ყოველი ახალი request-ის ფარგლებშიც. განსხვავებული არის, კიდე ორივე განსხვავებულია, წინასგანაც განსხვავებულია და სულ ესე იგი ახალი ობიექტი იქნება ყოველ მოთხოვნაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ID ახლიდან გენერირდება და new GUID ფუნქცია ახლიდან ეშვება, რადგან ID generator კლასი სულ ახლიდან იქნება და ახალი ინსტანსი მოეწოდება ჩვენს აპლიკაციას. ეს იყო ჩვენი პირველი გასაუბრების კითხვის თემა.